ნახევარი წელი ვიცხოვრეოდა. არა, ნახევარი წელი ვიცხოვრე ერთია, მაგრამ ეხლა მე უნდა თქვა, რომ რამდენი ღვინო მაქვს მან დალეული. აურაცხელი რა, აი პატარძეული. პატარძეული იყო გოგლა ლეონიძე. აი გონია ეგეთი პოეტი. ძალიან მაგარი კაცი. ათო თბილისში შალხიძე რო გადმოდიხარ, დიდი ძეგლი რო დგა, კაცი რო დგა. პალტო რო აცვია თუ პლაშში. აი ეგ არის გოგლა ლეონიძე, აქედან იყო წარმოშობით. სამწუხაროდ ეხლა ჩვენ მაგის საშუალება არ აქვს, რომ მაგის სახლ-მუზეუმი გაჩვენო, მაგრამ აქვე არ არის გაცო. საკიბო იყო შევიდეთ. კი ბატონო. არა, დღეს დაკეტილია სამწუხაროდ. მოკლედ, აი ვანო მეატრიალე იქით. აი გზემოთ მთები რო ჩანს. აი მაგ მთებში ცხოვრობდით. ეს თეთრი რა არის? თეთრი დენის გადამცემი რაღაცა არის. აი დრეიძის დღეს იცი რა მაგარი დღეებია, მაგარი ხალხი ცხოვრობს და მაგარი სალოცავებია. აგი ხელმოაცხნი ხედავ რა ხელა კოშკი დგა. კი. აქე თუ მოხვდებით, პატარძეულში აუცილებლად შემოიარეთ ხალხნო, არის ძალიან მაგარი რა. ეხლა ამ სოფელს გავივლით. ან მე რაღაცას მოგიყვები მე ჩემზე რა და აქაურ იმაზე. ხოდა? და ვით პატარძეულელები ხართ? და ვისაც გიცნობთ, ყველას გაგიმართოთ, გენაცვალე და რავი რა. მე მახსოვს ეს სოფელიც, ეს ხალხიც და ის პურის ჭამაც რაც აქ ვნახეთ. აი გეშენა. მაშინ ჯელი ვხავი 23 წლის. კაი ბუნება არის ზოგადად. ჯერ არ არის გაყვებული ბოლომდე და რო გაყვავდება მე ნახეში. აქ ზაფხულში მაგარი იქნება. ხო, აბარა. რო აი არა, ჯერ ნინო წმინდა, ნინო წმინდა და მე არის გიორგი წმინდა. ნინო წმინდას და გიორგი წმინდა შორისაა საგარეჯო. ხო. წმინდა ადგილია რა. ხო და აი ახლა აი ვანო იქეთ მეატრიალე. აი ესეთი უკვე მოვედით თითქმის ნინო წმინდაში ვართ. ხო და თუ კარგად მოვიქეცი და ყოჩაღად გავაკეთე